სამუშაო პროცესი, რომელშიც არის საკითხები, რომლებიც უნდა გადაიჭრას და მივცეთ საშუალება, რომ ეს საკითხები გადაიჭრას. როგორც აღინიშნა, საგარეო ურთიერთობებში მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სულ ცოტა ხანში დასრულდება საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე სწორედ ეს სამუშაო პროცესი, რის შემდეგაც გახდება ცნობილი თუ რა ფორმით მოხდება ქართული დელეგაციის გამგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეს იქნება პრემიერი, პრეზიდენტი ერთად, თუ თქვათ შეიცვლება გარკვეული ტიპის ასე ვთქვათ კორექტივების მთავრობის გეგმებში. მადლობა, ეს მიშა ფეიქრიშვილი იყო დღის მთავარი თემებით, რამდენიმე წუთში ისევ პირდაპირ ეთერში ვართ, ასე რომ დარჩით იმედზე. კრიზისი ქართულ კალათბურთში როდის დაიწყება და რამდენი გუნდი ითამაშებს სუპერლიგაში? თარიღებზე, თანხებზე კონკრეტულ პასუხები ვერ მივიდა. სპორტის მინისტრის პირდაპირი ჩართვა რამდენიმე წუთში. შემოდგომის ეთერს წარმოგიდგენთ ჯეოსელის როუმინგი. იმოგზაურეთ საზღვარგარეთ ნომრის შეუცვლელად ყველაზე იაფად მხოლოდ 25 თეთრად. გიგანტური შადრევნების საცირკო შოუ, ცეცხლის, წყლისა და სინათლის ქარიშხალი, დათვები, მაიმუნები და თეთრი მგლები 19 სექტემბრიდან თბილისის ცირკში. Saretsky მანქანათმეში მხოლოდ 22 ლარას და მოიგე 10 ევროპათიანი ვინაკვირი, 10 ავტომობილი Mercedes-Benz და სუპერ პრიზი 9 მილიონი ლარი. დედა დედა, ისევ მაკვირვებ, რა აქტიური ხარ და რა შესანიშნავად გამოიყურები, იმიტომ რომ არ მაქვს დისკომფორტი და შენი აქტივია მეხმარება ამაში. უნიკალური ბიფიდობაქტერიების აქტირეგულარისის წყალობით აქტივია ხელს უწყობს კუჩნასლავის კომფორტულ მონელებას. და ძალიან გემრიელია. აქტივია ჩვენი სიმსუბუქის საიდუმლოა. დანონი, ყველაფერი იწყება რძით. თქვენი გემრიელი არჩევანი. ჩვენი მიზანია ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა. გმირთა მოედანზე 30 კვადრატულ მეტრ სარდაფში საფუძველი ჩაუყარეთ კომპანიას და პრიორიტეტად თავიდანვე ევროპული ხარისხი ავირჩიეთ. ევროპული ხარისხი საქართველოს ყველა კუთხეში თითოეულ მოქალაქემდე მივიდანეთ. 5 თანამშრომლით დაწყებული კომპანია 4000 კაციან გუნდად ჩამოყალიბდა. 1998 წელი საერთაშორისო ფარმაცევტული სტანდარტის პირველი წარმოება წამოვიწყეთ. დღეს GMP-ის მედიკამენტები ექსპორტზე გაგვაქვს მსოფლიოს 12 ქვეყანაში. 2010 წლიდან ჯანმრთელობის დაზღვევის ოპერატიულ და კომფორტულ სერვისს ვაწვდით. 2011 წლიდან ევროპული სტანდარტის მრავალპროფილური ჰოსპიტალი პაციენტების ჯანმრთელობის სამსახურშია. 20 წელი PSP ცოდნით და პროფესიონალიზმით ერთგული რჩება მთავარი ფასეულობების, პატრიოტიზმი, პატიოსნება, პროფესიონალიზმი. წარმატებული კომპანია ქვეყნის სიძლიერეა. გაიცანით დიროლის მეგობრები. რამ სიგრძერიგია მუზეუმთან? რა მოსაწყენია. დროა გავსინჯოთ ახალი დიროლ მანდარინი. რამ კაფიო გემოა, გავსებს პოზიტივით. და იქნებ ჩვენით მოგვეწყო რაინდის ტურნირი. აღმოაჩინე ახალი დიროლი. აღმოაჩინე პოზიტივი. შხაპის ახალი გელი ფა ენერგია და ვიტამინები. ფას ახალი ხაზი გამდიდრებული ვიტამინების კომპლექსით, რომელიც მოგანიჭებთ მაცოცხლებელ ძალას მთელი დღის განმავლობაში. ახალი ფა ენერგია და ვიტამინები. შეიგრძენით ფანტასტიკური სიამოვნება. შეიძინეთ ბერმელის თამასუქი და მიიღეთ უმაღლესი სარგებელი. წლიური 16% ლარში. ბერმელის ფილიალებია თბილისში, ისანში, ვარკეთილში, გუდანში, დიდუბეში, საბურთალოსა და ნაძალადებში. ბერმელი, ქვენი კეთილდღეობის სალარო. თუ გაპარსვა აღიზიანებს თქვენს კისერს, ლოყებს ან ნიკაპს, არსებობს ერთი გამოსავალი. განაახლეთ ძველი საპარსი ჯილეტ ფიუჟენი პროგლაიდი, რომელიც აღჭურვილია 5 ულტრათხელი პირით. სიზუსტე, რომელიც შემუშავებულია მგრძნობიარე ეგანისთვისაც კი. ჯილეტ მამაკაცისთვის საუკეთესოა.
საღამოს ეთერს წარმოგიდგენთ ლუდი ჰერენჰოიზერი. ჰოიზერი, გერმანული ცხოვრების გემო. საღამოს ეთერის სპონსორია ულიმიტო ბილაინ მიქსი. ბილაინი, ყველაზე დაბალი ფასი. საღამოს ეთერს წარმოგიდგენთ M კვადრატის ენერგოეფექტური პროექტები დასრულებული რემონტის თამარაშვილზე, ნუცუბიძეზე და ყაზბეგზე. შეიძინეთ ბინა M კვადრატში და არ გაუშვათ შანსი ცხოვროთ უკეთესად. რეკლამის შემდეგ თქვენ უყურებთ ქრონიკას 20 საათზე. რაბედიელი საკალათბურთო სუპერლიგას კალათბურთელები ჩემპიონატის ჩაშლის საფრთხეზე საუბრობენ, მიზეზად კი შემცირებულ დაფინანსებას ასახელებენ. სპორტის სამინისტრო ბიუჯეტის გაზრდას მხოლოდ 2015 წლიდან ვარაუდობს, არადა სუპერლიგა ოქტომბრიდან უნდა დაიწყოს. სუპერლიგის მოთამაშეების უმეტესობა ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარს ამბობს. სპორტის მინისტრის მიერ შეთავაზებული თანხის რაოდენობა მათთვის მიუღებელია. კალათბურთელების განმარტებით ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მიზერულ ანაზღაურებას გუნდებს სწორედ წელს თავაზობენ. დღევანდელი შეხვედრიდან გამომდინარე, რაღაც დაპირებები იყო, რაღაც პროექტები, მაგრამ რასაც ვიმსახურებთ, შემიძლია გადაჭრა, რომ ის არ არის, რაც ჩვენ გვეკუთვნის. სუპერლიგაზე ჯერჯერობით მხოლოდ 3 გუნდია რეგისტრირებული. ეროვნული ნაკრების წევრების განმარტებით ასეთი სიტუაცია საფრთხეს უქმნის ეროვნულ ნაკრებს, რადგან ნაკრების რამდენიმე მოთამაშე სწორედ სუპერლიგაში ასპარეზობს. კონკრეტულად პასუხები, ანუ თარიღებზე, თანხებზე კონკრეტული პასუხები ვერ მივიდა. მე როგორც დღევანდელი შეხვედრიდან გავიგე, მომავალ წელს, ანუ წელს საქართველოს ჩემპიონატის სუპერლიგის დონე იქნება დაბალი. სუპერლიგის დაწყების ზუსტი თარიღი კრიზისის გამო ჯერჯერობით ვერ კონკრეტდება. სპორტის მინისტრი კი კალათბურთელებს 5 წლიან გეგმას თავაზობს, რომლის განხორციელებაც 2015 წლის იანვარში დაიწყება. სამინისტროსთან პირდაპირ პრეტენზიები აქ არის იმაზე, რომ სახელმწიფო უნდა დაეხმაროს კალათბურთს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და შესაბამისად